გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. ზოგადად თანამედროვე ესპანეთი ძირითადად მშვიდობიანი, საკმაოდ წარმატებული ქვეყანაა, რომელიც დიდად არც ომებში ერევა და მშვიდობიანი განვითარება ურჩევნია. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. ესპანეთის იმპერია გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იმპერია, რომელიც ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ის მოიცავდა დედამიწის ხმელეთის თითქმის 10%-ს. ესპანეთმა დაიწყო ამერიკის სასტიკი დაპყრობა და კოლონიზაცია. ჰქონდა უზარმაზარი სიმდიდრე და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე სამყაროს ჩამოყალიბებაში. ამ ვიდეოში მე თქვენ მოგიყვებით მიზეზებზე, რომლის გამოც ესპანეთის იმპერია ერთ-ერთი ყველაზე საძულველი რამ იყო მაშინდელი დედამიწის მოსახლეობისთვის. სამეფო ოჯახი, ქორწინება. ესპანეთის იმპერია გახდა გლობალური ძალა ჰაბსბურგის დინასტიის მმართველობით, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და გავლენიან ოჯახს. სხვადასხვა დროს ისინი მართავდნენ არა მხოლოდ ესპანეთს და მის კოლონიებს, არამედ ავსტრიას, უნგრეთს, საღვთო რომის უზარმაზარ იმპერიას და კიდევ უფრო მეტს. ჰაბსბურგები პანიკურად იცავდნენ თავიანთ გავლენას, არ სურდათ ძალაუფლების ვინმესთვის განაწილება. ასეთი მიზეზით ისინი ქორწინდებოდნენ მხოლოდ საკუთარი სანათესაოს წევრებზე, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ცუდი იდეა აღმოჩნდა. ახალი გენეტიკური მასალის არარსებობამ მეფე ჩარლზ მეორეს ტრაგიკული ისტორია არგუნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზ მეორის თანამედროვე პორტრეტები მას შედარებით ჯანმრთელ ახალგაზრდად წარმოსახავს, ეს პროპაგანდა იყო. ის გონებრივად მშვენივრად აზროვნებდა, თუმცა ფიზიკურად ძალიან დაუძლურებული იყო. ძლივ შეეძლო სიარული და ლაპარაკი, განიცდიდა მძიმე ეპილეფსიას, ყბა გაუმართავი ჰქონდა, უჭირდა საჭმლის ღეჭვაც კი. ექიმები მისი დაბადებისას ამბობდნენ, რომ ეს ბავშვი დიდხანს ვერ იცოცხლებდა. საბოლოოდ მეფე ჩარლზ მეორე 1700 წლის ნოემბერში 38 წლის ასაკში მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა. ადგილობრივი ამერიკელები. კრისტოფერ კოლუმბი იტალიელი გახლდათ, მაგრამ მან 1492 წელს აღმოაჩინა ამერიკა ესპანეთის მეფის ფერდინანდისა და დედოფალ იზაბელას დაფინანსებული მოგზაურობით. კოლუმბს ეგონა, რომ ინდოეთში ჩავიდა, იქაურ მკვიდრ მოსახლეობას ინდიელები შეარქვა. ამიტომ ქვია ინდიელებს ინდიელები, რომ კოლუმბს ეგონა, რომ ინდოეთში ჩავიდა. კეთილი ადგილობრივები მეგობრულად ღიმილით და საჩუქრებით დახვდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ თუ რამდენად სავალალო იყო მათთვის ეს დაუპატიჟებელი სტუმრები. ამ დროისთვის ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იყო. უკვე ერთი საუკუნის შემდეგ 1600 წლისთვის ინდიელები 50 მილიონიდან 8 მილიონზე ჩამოვიდნენ. ესპანელი კონკისტადორები არ ერიდებოდნენ ინდიელების მკვლელობებს, მონობაში აყვანას. მათ მიერ ევროპიდან შემოტანილი ვირუსები, რომლებზეც ინდიელებს იმუნიტეტი არ ჰქონდათ, ძალიან დიდ როლს თამაშობდა მათ განადგურებაში. აცტეკების იმპერიის განადგურება. აცტეკების იმპერია მდებარეობდა თანამედროვე მექსიკაში. ეს იყო ალიანსის სამ ქალაქ სახელმწიფოს შორის, სადაც დომინირებდა ქალაქი ტენოჩტიტლანი. აგრესიული ომის შედეგად აცტეკების იმპერია გაფართოვდა და მოიცვა 80,000 კვადრატული მილი, 500-მდე პატარა სახელმწიფო და 16 მილიონამდე ადამიანი. აცტეკების იმპერიის ძალაუფლება რეგიონში დომინირებდა მინიმუმ 1 საუკუნის განმავლობაში. 1519 წელს ესპანელი კონკისტადორი, სახელად ერნან კორტესი, აცტეკების ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 650 კაციანი პატარა ექსპედიციის სათავეში იმყოფებოდა. ოქროს და სიმდიდრის უზარმაზარი მარაგის ჭორებით მოტივირებული კორტესი ყველაფერზე წამსვლელი იყო. მიუხედავად მათი ჯავშან ტექნიკისა, იარაღისა და ცხენებისა, კონკისტადორები ძალიან დიდ უმცირესობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ აცტეკების იმპერია არ იყო პოპულარული მეზობლებში. მათ ქვეშევრდომ ხალხებში კორტესმა უამრავი ადგილობრივი მოკავშირე იპოვა, რომელთაც სურდათ თავიანთ დამპყრობლებზე შურისძიება. კორტესის თავდაპირველი ძალა, როგორც გითხარით, 650 კაცს შეადგენდა. მათმა რიცხვმა ადგილობრივების ხარჯზე უკვე 70,000 მიაღწია. აცტეკების იმპერიისთვის საქმე კიდევ უფრო ცუდად მიდიოდა. მათ ეგონათ ევროპელები ღმერთები, რადგან განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ და კიდევ მრავალი დეტალი. ერთ-ერთი მთავარი იყო ევროპიდან შემოყოლილი ჩუტყვავილა, ეპიდემიის სახით გავრცელდა აცტეკებში. ისინი ვერც სიმპტომებს ხვდებოდნენ და არც მკურნალობა იცოდნენ. როდესაც კორტესი ქალაქ ტენოჩტიტლანში შევიდა 1521 წელს, დამპყრობლებმა აღმოაჩინეს, რომ ქუჩები სავსე იყო გარდაცვლილი და მომაკვდავი ხალხით. ინკების იმპერიის დანგრევა. ერთი იმპერიისთვის მეორეს განადგურება ძალიან დიდი იშვიათობაა, მაგრამ ამერიკაში ესპანელებმა ეს მოახერხეს ორი იმპერიის წინააღმდეგ თითქმის ერთდროულად. ინკების იმპერია აყვავების პერიოდში იყო. ის მდებარეობდა პერუში. სათავეში ყავდა იმპერატორი ატაჰუალპა,
1532 წელს ათაჰუალპამ მიიღო ინფორმაცია, რომ უცხოთა მცირე ჯგუფი მიემართებოდა მის ქვეყანაში. ათაჰუალპას 80,000 კაციანი მუდმივი არმია ჰყავდა. უფრო მეტი შეკრება შეეძლო თუ საჭიროდ ჩათვლიდა. ამიტომაც ინკების იმპერატორს თავში არ გაუვლია, რომ მას რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ის ესპანელებს 5,000 კაციანი ამალით შეხვდა. კონკისტადორებმა ის ისე შეიპყრეს, რომ ერთი კაცის არ დაუკარგავთ. იმპერატორმა თავისუფლების გამოსასყიდად ესპანელებს დიდ ძალი ოქრო და ვერცხლი შესთავაზა. მან სიტყვა შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იმის შიშით, რომ ათაჰუალპა მომავალში პრობლემა იქნებოდა. ის სიკვდილით დასაჯეს. მის მაგივრად ტახტზე მისი ძმა დააყენეს, რომელიც უბრალო მარიონეტი გახლდათ. მას ქრისტიანობაც მიაღებინეს, რის შემდეგაც ესპანელებმა განაგრძეს ინკების დარჩენილი სიმდიდრის დარცვა. ესპანური ინკვიზიცია. შუა საუკუნეების ინკვიზიციის შესახებ ყველას გვექნება გაგონილი და როგორც ცნობილია, ესპანეთის ინკვიზიცია მათ შორის გამორჩეული იყო. საერთოდ ესპანეთის მაღალ ფენებში კათოლიციზმი შეიძლება ითქვას ფანატიკურადაც იყო გავრცელებული, რასაც სავალალო შედეგი მოჰქონდა ხოლმე. ქვეყანაში რელიგიური დევნა იშვიათობა ნამდვილად არ იყო. მაგალითად, ებრაელები ესპანეთიდან 1492 წელს განდევნეს. 1609 წელს იგივე ბედი განიცადა ესპანეთის 300,000-მა კაციანმა მოსახლეობამ, მორისკოსებმა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი წინაპრები მუსულმანები იყვნენ. ესპანური ინკვიზიცია იყო იარაღი, რომელიც ასეთი წმენდის ჩასატარებლად გამოიყენებოდა ხოლმე. ფანატიკური ერთგულებით კათოლიკური სარწმუნოების დაცვა, განწმენდა, ერეტიკოსების აღმოფხვრა და ღვთის სამართლიანობის დაცვა. 1468 წელს დაარსებული ესპანური ინკვიზიცია მოქმედებდა ესპანეთის ყველა ტერიტორიასა და კოლონიაში. ისტორიას თუ გადავხედავთ, ესპანური ინკვიზიცია იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ორგანიზაცია. უნორმო სისასტიკით და ფანატიზმით, ზოგიერთი შეფასებით, ესპანურმა ინკვიზიციამ აწამა და მოკლა მილიონზე მეტი ადამიანი. მილიონობით მონა. 1518 წელს მეფე ჩარლზ პირველმა, რომელიც არამხოლოდ ესპანეთის მეფე იყო, არამედ რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ ესპანეთის გემებს უფლება მიეცათ მონები გადაეყვანათ აფრიკიდან ამერიკაში. ესპანეთის იმპერია სულაც არ იყო ერთადერთი ევროპული ძალა, რომელიც მონების გზით სარგებელს იღებდა, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პიონერი ამ საქმეში. ასევე ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც უარი თქვა ამ პრაქტიკაზე. დაახლოებით 12 მილიონ ნახევარი აფრიკელი დაამონეს და გადაიყვანეს ამერიკაში. გემებზე მდგომარეობა იმდენად ცუდი იყო, რომ შესაძლოა 2 მილიონიც კი ვერ გადაურჩა მოგზაურობას. ესპანეთის იმპერია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ აფრიკელი მსხვერპლით. მილიონობით ადგილობრივი ინდიელი ასევე მონებად იქცა. მათ აიძულეს შემოსავლიანი ვერცხლის მაღაროებში მუშაობა, რომლებიც დიდი ბიზნესი გახდა სამხრეთ ამერიკაში. ერთ-ერთი მათგანი, ცერო რიკო, რომელიც ესპანურად ნიშნავს მდიდარ მთას, გამოიმუშავა 40,000 ტონა ვერცხლი ესპანეთის იმპერიისთვის. საბადოს ამოწურვას დაახლოებით 200 წელი დასჭირდა, მანამდე გაუჩერებლად ფუნქციონირებდა. დაახლოებით 8 მილიონმა მონამ დაკარგა სიცოცხლე ესპანეთის იმპერიის მაღაროებში. საკონცენტრაციო ბანაკები. 1895-1898 წლებში კუნძული კუბა იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აჯანყების ეპიცენტრი ესპანეთის იმპერიის მმართველობის წინააღმდეგ. გენერალი ვალერიანო ვიელერი ესპანეთიდან გაგზავნეს აჯანყების ჩასახშობად. მისი სასტიკი მეთოდების გამო მას ყასაბი შეარქვეს. მავთულ ხლართების გამოგონებამ 1874 წელს გაცილებით გაუადვილა შედარებით მცირე რაოდენობის მცველებს დიდი რაოდენობით ხალხის დაპატიმრება. ვიელერმა მისი გამოყენება გადაწყვიტა, ასე რომ ასობით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე საკონცენტრაციო ბანაკებში მოახვედრა. მდგომარეობა საშინელი იყო. 150,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა შიმშილისა და დაავადებების გამო. ვიელერმა ამ სისასტიკის მიუხედავად მაინც ვერ შეძლო აჯანყების ჩახშობა. კუბა ჩამოშორდა ესპანეთს 1898 წელს. ესპანური არმადა, საბრძოლო გემების უზარმაზარი ფლოტი, შეიძლება იყოს როგორც ძალიან მომგებიანი, ასევე სარისკო პროექტი, რომელშიც აუცილებელია ჩაიდოს უზარმაზარი თანხა. საჭიროა მხოლოდ ერთი გაუაზრებელი ან უიღბლო ბრძოლა, რომ ეს ინვესტიცია ფაქტიურად ზღვის ფსკერზე აღმოჩნდება. ამ რისკების მიუხედავად 1585 წელს ჰებსბურგის დინასტიის ფილიპე მეორემ მოაწყო მუშაობა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ფლოტის მშენებლობაზე. ზოგიერთი შეფასებით, ეს ესპანური არმადა მოიხმარდა ესპანეთის იმპერიის მთლიანი შემოსავლის 2/3-ს. გაითვალისწინეთ,
მოგეხსენეთ, რომ ესპანეთის იმპერია ამ ეტაპზე არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ყველაზე ძლიერი იმპერია, ვერცხლისა და ოქროს საბადოების წყალობით. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს 2/3 შემოსავალი მხოლოდ ფლოტში მიდის, რა თანხაზე უნდა იყოს საუბარი. ასეთი მძვინვარე გემთმშენებლობის საქმიანობის მიზეზი მეტწილად რელიგიური შეტაკება იყო ესპანეთის კათოლიკე მმართველ ფილიპესა და ინგლისის პროტესტანტ დედოფალ ელიზაბეთ I შორის. ფილიპეს ამბიციური მიზანი იყო ინგლისელთა დამარცხება ზღვაზე, შემდეგ ლაშქრის გადაყვანა, ინგლისის კათოლიკეთა აჯანყება და მისი პრობლემური პროტესტანტი მეტოქის დამხობა. ფილიპეს ახლად აშენებული საზღვაო ფლოტი საბოლოოდ მზად იყო 1588 წლისთვის, მაგრამ მისი გალაშქრება კატასტროფით დამთავრდა. ესპანური არმადის ხომალდებს გაცილებით მეტი ცეცხლის ძალა ჰქონდათ, მაგრამ ბრძოლა წააგეს უფრო სწრაფ და მანევრირებად ინგლისურ გემებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაში მხოლოდ 5 გემი დაკარგეს, ესპანელები იძულებულნი გახდნენ ღუზები გადაეჭრათ და გაქცეულიყვნენ. ღუზების გარეშე კი 30,000-დან მხოლოდ 10,000-მა კაცმა შეძლო შინ დაბრუნება. სისასტიკე კოლონიებში ესპანეთის ადრეულმა ლიდერობამ ამერიკის აღმოჩენაში მისი რესურსების ხელში ჩაგდებით კოლონიების დაარსებით ჩამოაყალიბა ესპანეთის იმპერია, როგორც იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი იმპერია მსოფლიოში. მისი სიდიდის გამო ამბობდნენ, რომ ეს იყო იმპერია, რომელზეც მზე არასდროს ჩადის. ამასთან ადგილობრივი მოსახლეობა აშკარად ძალიან ცუდად იყო განწყობილი ესპანეთის იმპერიის მიმართ, რომელმაც ისინი და მათი წინაპრები მონებად აქცია, მოიპარა მათი სიმდიდრე. ისინი იყვნენ მდიდრები, ჰყავდათ მილიონობით მონა, ჰქონდათ საშინელი ინკვიზიციის ფორმები, არაფრად აგდებდნენ არავის სიცოცხლეს. ასეთი მიდგომები კოლონიების მიმართ ძალიან ცუდად შემოუბრუნდათ, რადგან გაუთავებელი აჯანყებები და მიწისქვეშა მოძრაობები დიდ პრობლემებს უქმნიდათ. საბოლოოდ კი ბევრ კოლონიაზე მოუწიათ ვალის თმა. გაკოტრება. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ულაპარაკოდ დედამიწის უმდიდრესი იმპერია იყო, უდიდესი რესურსებით, მათ მაინც შეძლეს და გაკოტრდნენ. არაკომპეტენტურმა ხელმძღვანელობამ, ძვირადღირებულმა ომებმა, თვით ესპანური არმადის ღირებულებამ და დიდმა უსამართლო დაბეკვრის სისტემამ, რომელიც საზოგადოების უღარიბეს წევრებს კიდევ უფრო აღარიბებდა, ესპანეთი გაკოტრებამდე მიიყვანა. ამიტომ მათ დიდ ნაწილს ახლად აღმოჩენილ ამერიკის კონტინენტზე ურჩევნოდათ გადასვლა. ამან კი უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნის გაკოტრებაში. როგორც ჩანს, ესპანეთის მმართველებს ან არ ესმოდათ, ან არ აინტერესებდათ ინფლაციის გავლენა. საბოლოოდ 1607 წელს ესპანეთის მთავრობამ გამოაცხადა ვალების მორატორიუმი. ესპანეთი გაკოტრებულად გამოცხადდა. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. იმედია მოგეწონათ ვიდეო. დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.